ესეთ თავგადასავალი გაიჩნდა რომელსაც არ ველოდით, მაგრამ ვიყები. კიტრი გამიდარი. იყოს ვეღარ დავიტევ. მილომი უნდა უფრო გაასწორა. გინა მოგიგვიჭო. აღარ დაიყო. როგორ ბოლს გამოუშვებს, როგორ კასკას გაიყრის? კასა გობლები დამაგრებული და ზევიდან და ხაბი და იმაში ვიზივარ 4 კაცი. ეს ცოტა ცუდი რაღაც გამომდის, მაგრამ ძალიან ცუდი აქ არის, ხო. არ ვარ დასწრებული რომ კარგად წამოვაცი. 10 ლიტრიანი ჩელენჯები გრძელდება. ჩვენი სტუმრები არიან რა ჩამოთვლის ამდენ ჩემი კაი. ღამის სარდაფის ლენდერა, ელოშა, გირჩით და ორი გირჩით. ხო, ორი გირჩით. და მოკლედ 10 ლიტრიანი ჩელენჯების მუღამი ალბათ იცით ისედაც, მაგრამ მაინც გეტყვით რომ დღეს უნდა ვიყიდოთ $800 2 მანქანა. რამე არჩიეთ ბიჭებო? შენ ავარჩიეთ. ვარიანტები არის. აი ახლა მაიმუნო. არის კარგი ვარიანტები და ნახოთ რა იქნება. ჩვენ მომზადებული გვაქვს ამდენიმე ოფშენი. ძალიან კაი. დღეს მივდივართ კუმისის ტბაზე და რადგან ყავს ჩვენ რიბაკი ბიჭები, ღამის სარდაფია ოფიციალური არხი მაინც რო იცოდეთ და შეგიძლიათ ყველა არხები გამოიწეროთ. აი გირჩიც გვეთანხმება. თავიდან უნდა წავიდეთ კუმისის ტბაზე ამ მანქანებით და ვინც პირველი დაიჭერს თევზს რა, უფლება იქნება რომ 3 ლიტრი დაამატოს. 3 ლიტრი. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თევზი დავიჭიროთ რა. და არ ვწოდნი ანუ თავიდანვე არა. მე თავი პლუსი აქვს ბიჭო. მე ვიქნები მძღოლი. ხო. მე ვიქნები მძღოლი ესენი იქნებიან ჩემი მეთევზე. სიო. კაი, დამავიწყდა მე თქვა რომ აუცილებლად უნდა ჩავასდათ სოკარის 10 ლიტრი და სოკარის 10 ლიტრით უნდა დავაწვეთ კუმისის ტბაზე რა და პლუს 3 ლიტრი ექნება ერთ-ერთ ჩვენ თაგანს. ამათ ექნება ალბათ. გინდა იმას შევეჯიბრ ვინ უფრო დის დაიჭერს. არა პრობლემა მე მა ვაში დავიჭერ. დიდი დაწერაზე ყველაფერი განახმოვარ ზო. მე პირველ თევზზე იყოს, იმიტომ რომ თევზზე თქვი დიდიო. მაშინ არის. ბიჭების მძღოლი ვარ მე. თევზიო თურმე. კაი, მოკლედ იდეა გვაქვს ხა. დავიშლებით ჩვენ, წავალთ აქეთ-იქეთ რაღაცა დავიქსაქსებით. დავიქსაქსებით თბილისის სხვადასხვა მინდომებში და დავითრევთ რამე მანქანებს რა. სხვა ჩელენჯის პირობები რა გვაქვს, პრინციპში არც არის. ხო, მე რევა მასე რო შო. ხო, ეგ არის. სიო, მივდექით საქმეს. მაშ შეუდექით. დავიშალეთ. ეგ გირჩი მომეც ბიჭო უგან. თურია. კაი, მოკლედ, გამოვეცალეთ ეხა ცოტა ჩაწერის ადგილზე და დავცხებთ მანქანის არჩევს, მაგრამ მე ვიჰაკერე ცოტა. ან ვიჩეთერე. ბევრი ვიჩეთერე. ხო, ბევრი ვიჩეთერე. ორი ვიდეო აქვს ატვირთული TikTok-ზე. რაც მანქანას ეძებს. და ჩაუყარეს იმენა ისენი აქვს. მე მგონია რომ ეგ ძალიან სწორი მეთოდიკაა. თუ იცი რომ გადაღება გაქვს, იმასაც შეეძლოთ გაეკეთებინათ, რა პრობლემაა. მანქანებში გამოცდილები და ექსპერტები მაინც თქვენ რჩევასაც ვითხოვ რა. გავფილტრეთ მოკლედ $500-დან $800-მდე. არჩევანი დიდია უკვე როგორც ხედავ. ჩვენ გრჩება ხო? ნაშთი ჩვენ გრჩება ხო აზა ხათ მე თუ რაღაცა იქ რაღაც გულდები ხინკალი ხო აზა. ეხა უყურე, ეს კარგი ვარიანტია, მაგრამ დამწვარია. კაი ფასი მაგრამ დამწვარია. თავარი დადიო. ჩამქრალია. თავარი 10 ლიტრის სანამ დაიწება, მანამდე იაროს. მაგალითად ეს რაღაცა Fiat Panda გაეძრო 2004-იანი $700. მაგარია, იდეალურია. მაცა მანქანა დადის, ესაჭიროება ხელის შევლება ან დაშლა. მაგრამ გადაობა რა არის, იცი რომ ბევრი იყო ეგეთი, ანუ ჯერ პირველ რიგში მადლობა რომ დაწერეთ, მართლა მადლობა, მაგრამ ბევრი იყო ისეთი რომ ანუ $100-ში გაგატან. ლომბარდში არის $3,000 დარჩენილი. ბიჭო, ჩელენჯისთვის ვიღებთ, ანუ ჩემთვის კი არ გვინდა, ანუ ჩელენჯისთვის ვიღებთ, რა პირობაა ეგეთი და მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ეგეც ვერ ვიყიდით. ავაზება არის. აი ეს დავი, პროსტა ის გადასახზე. ამას ქვია სახელი გითხარი მარტო. პანდა არ ქვია. ლაშა, ოდოლაზე დავდიპოთ. შიფუ ქვია, ყიდის პანდას. მასტერ შიფუქის პანდას. მობეს დაღარსიდება. კაი, მოდი და. ანშლის შეიძლება. ვებხვად და წეროთ. ოკეი. ერთი ვარიანტი. მოდი მე დავსკრინავ. Nissan Micra არის, აი ესეთი, ნახე. სფერია, მწვანეა ხო? მწვანესკენ. Cyan green-ი არის რა. Oh my god. Cyan green-ის Nissan Micra. ძალიან დიდი ბოდიში, ამ ფერები მიყვარს უბრალოდ. ხო, თალტანი კი არა. დავსკრინე ეს ვარიანტი. მექანიკა თან და კარგი ვარიანტია, ცოტას დაწვავს. ჰალო, გამარჯობა. Fiat Panda არის. აუ, Fiat Panda. მე არ არის ცუდი ვარიანტი. მარჯვენა საჭიანია. აუ, მარჯვენა საჭია.
ძალიან მინდა ესეთები მე მინდა რაღაცა ძველი საბჭოური მანქანა ვიპოვოთ ოღონდ კარგ მდგომარეობაში მაგრამ ვერ ვიპოვეთ დიდი ალბათობით Supra's ვიდეო დავდეთ ჩვენ და ლინკი იქნება აქ ვისაც არ გინახავთ Supra როგორ ჩამოგვივიდა და როგორ ვაწყობთ შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოში Supra's ფრიანად არ მოგიყვებით რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ მაგრამ ერთ ძალიან საინტერესო კომპანიაზე მინდა გითხრათ რომელიც არის Car Vertical ანუ თუ ვინმეს გაინტერესებთ ძალიან დეტალური ინფორმაცია, აი ისეთი როგორც არის მოპარული იყო თუ არა მანქანა, ან ჩამოყრილი არის თუ არა გარბენი და ესეთი დეტალური ინფო, მე მაქვს კაი იდეა. ვიცა, წამო. BMW ხო ყავს? კი. გინდა შევამოწოთ, ჩამოყრილი იყო თუ არა შენ მანქანაზე გარბენი. აღარ სიზავ. მაიცა? მოკლედ, საიტზე შეგიძლია ეგ ყველაფერი ნახო. თლიანობაში აქ ნახულობ რა სიტუაცია იყო მანქანაზე? აი მაგალითად აქ რო აწერია odometer needs attention, ესე იგი რაღაცა მოხდა და ჩამოყარეს გარბენი სავარაუდოდ რა. აქ თლიანად ინფორმაცია გაქვს და დეტალურ ინფორმაციაზე მე გადადიხარ უშუალოდ დაბლა, სადაც სურათებია. აი ეგ ნახე, წარმოიდგინე 86 სურათი არის სხვადასხვა აუქციონებიდან და დაახლოებით 900 სხვადასხვა წყაროდან არის ინფორმაცია შეგროვებული აქ და მთლიანად აი რაც კი რამე თუ არსებობს ყველაფერია ამ ანალიზში რა. ესე იგი, აქ გვაქვს მოპარვის სტატუსი, რომელიც გამწვანებულია და არ ჩანს. ოდომეტრის ვიზუალიზაცია მე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ მიდის ვიზუალიზაცია, ანუ აი ესე შკალა და მე 78,000-დან 59-ზე ვარდება და სახილის ნიშანი აქვს და არის ასევე აქ დიმეიჯი ჩანს, სადაც უკვე რეალურად რა ავარიის შედეგად სურათებში ჩანდა. მაგრამ ავარიის შედეგად კონკრეტულად რა დაზიანდა ყველაფერი გვაქვს. არ დაგავიწყდეს, რომ თუ დაუშვათ რამე თქვენ პოტენციური ავტომობილის ჩამოყვანას აპირებთ და ინფორმაცია აქ საერთოდ ვერ მოიძებნა, თანხა არ გეჭრებათ, ავტომატურად რეფანდზე გადის, ანუ გიბრუნდებათ თანხა და შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ავტომობილზე. ასევე არ დაგავიწყეთ, რომ ჩვენ, რადგან ჩვენი მეგობარი კომპანია, ამ კომპანიამ მოგცა ჩვენ ფასდაკლების კოდი. აი აქ იქნება, ხერო ეწერება და 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ გამოყენების შემთხვევაში. ალო, ლაშა უკაცრავად ვერ გავიგე რაღაც ხმა. პანდას თაობაზე ვრეკავთ, ხომ არ გაყიდულა? არა, ჯერ არა. დადის ხო მანქანა? დადის ხო, მაგრამ ნეიტრალში, როცა ვლევა ნეიტრალში ვარდება და გააჩეროთ ეს ჩა. და მე წავა ხო ისე? მე წავა ხო, მაგრამ ხშირად აქვს ეს გაჭედვა? Ja, grusha fezaslia. არა, წნევას ხმის კაროფკის. სხალი ხომ სხალი? ხო, სხალი და კაროფკისთვის. ვინ წნევას და ეგ არის შესაძლებელი რა. ესე იგი ფასი ბოლო არ არის, რაც უწერია. საკლება შეიძლება $40 დავაკლო. კარგით. პატარა ხელი პერვიჩნის პაჩებნიკი აქვს ჩაშლილი. პერვიჩნის პაჩებნიკი, ანუ ივლის. ქართულად რას? მაგრამ ესე იგი, გადაცემათა კოლოფში არის ესეთი ღერძი, აი ესეთი პერვიჩნია, რომელიც შედის ძრავში, აი ესე ეყრება და ეს დაცენტრილი რო იყოს სულ რა. ესეც ცოტა ცუდი რაღაც კი გამომდის, მაგრამ ძალიან ცუდი. აქ არის, ხო, საკისარი არის, პაჩებნიკი არის საკისარი აქ რა. და ამ ღერძმა რო არ იტრიალოს ესე დაფიქსირებული რო იყოს. როგორ აკვირდებათ ანახი. ეგ არის ჩაშლილი, გავიქცე. ხო, და ეს ლაყლაპებს რა. ანუ ეს უფრო ფართოა ვიდრე უნდა იყოს. რას მიხსნის, აი რას მიხსნის? ვინმე მითხარით რას მიხსნის? ცალკე მინდა იმისი ახსნა რა მიხსნა. ეჟო, ეს მაგარია, ეს მაგარია. ეჟო ხო, ვერცხლისფერი, არის მაგარი. ამას უწერია არ იქოქება ჰაერს იკეთებს. რა დიაგნოზია ეგ? ჰაერს იკეთებს. კედეგაი წამალს არ იკეთებს. ჰაერს არ აუშავს ახლა. კედეგაი წამალს არ უკეთებს სხვას. როჭაჟე და წამალს მოგიკეთებს მაგალითად რა თქმა უნდა. ხვედი გამიკეთოს არ ჯობია წამალი. გამარჯობა, მანქანასთან დაკავშირებით გიკავშირდებით მიკრაზე. წითელი? დიახ, წითელი მიკრა. მაგაზე ეწერა რომ რაღაც პერვიჩნის პაჩებნიკი აქვს ჩაშლილი და რას ნიშნავს შეგიძლიათ რომ ამიხსნათ გამატარებს. კაროკა შესაძლოა, მაგრამ ის არის და დაიშალა ეგ მანქანა აღარ არსებობს არ. დაიშალა? ხო, დაიშალა. კარგი. ბევრი ფული გეშოვოს ჩემო ძმა. დაიხარეს მოსენს. Nissan Micra. ნახე მიკრა, მაგარია. მიკრა ყველაზე ფოტოები რა ვარდებს უკვე კარგი არის. ძრავი მუშაობს, ეკონომიურია, მოიხმარს, საწვავს ქალაქში 5 ლიტრ ეგვინდა. 200 კილომეტრს გავგატარებს.
უნდა ხელის შევლება არ ბოლოს ზეთს არ იმატებს. დამარეკინე. იმის. სახელი გამიგე. სახელი არის რატი მოდებაძე. რატი მოდებაძე. რატი მოვდივარ ძმა. დავრეკეთ. ნისანი მიკრა ჰეჩბექი. ხო დადის რაღაცა არა პრობლემა. თქვენ ის პუნქტები მიკანახეთ ჩვენ რაც გვინდა და მე ნელ-ნელა ამას ყველაფერს შემიძლია მე დაგიჭირო. მიდი როგორც მანქანის გამარჯობა რატი. ცოტა ხანში დაგირეკავთ რა ძალიან ძირითადად. არა პრობლემა. იქოქება არ დადის. ოი მე არ დადის რა თქინდა მანქანა. აი მანქანას რო ყიდით რომელიც არ დადის. ჯერ ისე ქენით რომ გაიაროს და მერე გაყიდეთ. მართლა. ელოშას რჩევები. მიდი კიდე. აი მანქანა რო ყავს რომელიც აი არ დადის რა. როგორ უნდა წაიყვანონ შენგან. აი მოვიდა ვიღაცა იყიდა რითი მიყავს. მეორე მანქანა თუ დამჭირდა იმის წასაყვანად რაღაც მინდა ეგეთ მანქანა. ეს რომელი წლებია? ის სანამ ევაკუატორებს გამოიგონებდნენ. აი ეს წლებია. შეიძლება საგინაშვილი კოსტა ჯანაშია წაიყვანა. ორი ერთად ბილები გამოიყონ ვაფშე. რა მაგარი. ჩაბმული. просто აღმართზე თუ ცხოვრობ და გამორიცხედე. აი სადმე თაწმინდაზე ესეთი აღმართები რო. ეს დამიბნიე? რომ მიხარია. ესაა ზედა. რას უყური? გონი უკუღ მაგაცვია. მართლა? ხო, იმიტომ რომ ეს წინა აქვს. მაიც ამანახება. აი. უი მართლა უკვე მაც. არა უშოს აი მე ამიტომ ცხელოდა შენ. აი მაგიტომ ვერ დავიგე. ანა ვიმას სიტყვა რა. მაგრეო. არა ვერ გავიგებ. და შენი ლაპარაკე. იმა შენ არ მიყურებე როგორ გამოდივარ სახლიდან? უკუღ მაგაცვია მეთქი მე მგონი მე. ბიჭო ეს მიკრები ესე იაფი თუ ღირს. ავტობუსით რა დავდივარ. ამბიბოდეს ჩემ ხუმრობებს. ბენზინა. თან ვარ ეს ხუმრობები ეგ ვაფშე ისა. რატი გამარჯვება? გამარჯვება. მანქანის თაობაზე გირეკავს. მიკრა ნახე ნისანის მიკრა გედო განცხადებებში. ხო და მაინტერესებს რა ჭირს მანქანას რა ტკივარ ამ მდგომარეობაშია დადის საერთოდ? ხო, მანქანა დადის უბრალოდ ეს ბოლოს რო იმასკენ დავხოკეთ და დავატარებ. ბოლი გამოუშვა მოკლედ. ანუ დაქოქვა წინს ჯერ. ხო, დაქოქვა წინს გითხეს რომ ეს არის. საჩები არის შესაძლებელი. ერებოი აქვს და მაგარი ბრალი იქნება ხო მე ესეთი ვარიანტი მაქვს ჭირდება რომ 100 კილომეტრი მინიმუმ გამატაროს და ანუ ვერ შეძლებს ესე რომ პირდაპირ ვიყიდე დავიდე 100 კილომეტრი გავიარო ვერა ხო? დავიქი გაივლიქი ბოლი გამოუვა. ბოლს არა უშავს კაცო ბოლი თავარია ცეცხლი არ გამოყვეს მაგ ბოლს ბოლი გამოუშავს. ცეცხლი არა. კაცის ჩვეულებრივად დადის. ფოტოები არ ედო და ფერი როგორია ვიზუალი რო მითხრა. ანუ გაშკორკულია მშვენიერი. ზედმეტი წონა მოცილებული აქვს მანქანას. კი, ამ ნომერზე WhatsApp-ი მაქვს, სურათები ჩამიყარე და ლოკაცია მითხარი, შეიძლება მანქანა რო ნახო. და ბოლო ფასი რა იქნება მაგ მანქანის? არა, ბევრი არა, მაგრამ ბოლის დავაკლოთ ერთი და ერთი რო გახეხილია, ცოტა მაგის წაუკლოთ, ეგ არის 10-20 და ეგ არის. ნუ რავი, რამდენი გაწყობს შენ ბოლო? მოდი მაშინ მანქანასთან რომ მოვალ, იქ დავილაპარაკოთ ჯიგრულად და იქ შევხედოთ რა როგორ იქნება, როგორ ბოლს გამოუშვებს, როგორ კრასკას გაიყრის. კაი, მოკლედ ამ ნომერზე ჩამიყარე ძმაო მონაცემები, მოვალ მანქანას ვნახავ და დანარჩენი იქ გადავწყვიტოთ. კარგი. კაი ძმაო, დროებით აბა. ეგ არის. ეგ არის. ეგ არის. მოვიყვანოთ ეს კაცი. მადლობა, დიდი მადლობა ბიჭებო. ეგ ინსპექტირება გავლილი აქვს, იქოქება, დადის. ეხლა გავარკვიოთ დანარჩენი თემები. 97-იანია, 1 და 0-ია და მექანიკა. ალო, გამარჯობა. Facebook-ზე ვნახე თქვენი განცხადება მანქანაზე, ანუ ხო არ გაყიდულა? რომელი მანქანა? ჟიგული არის, რაღაც გადაკეთებული ფურგონაც თუ რაღაცა არის, ძმაო. იყიდება კიდე? კი, მაგით სიარული ლეგალურია რაღაცა, ხელით ნაკეთი ხო არ არიან, ქარხნული არის თუ ეგეთებია? ნაკეთი არის, ქარხნული მაგნაირი არ არის, ხო, მეც ეგეთი ვიცოდი. Nissan Micra-ზე გირეკავ
მანქანაზე გიწერია რომ იქოქება დადის, ტეკ გავლილია, ფასი გაქვს. ყოლობს აქვს ხმა. ყოლობს აქვს ხმა. გადართვის დროს თუ სუ აქ? არა, სიარულის დროს. ყველა სიჩქარეში აქ ხმა? ანუ არ აქვს მნიშვნელობა. არა მნიშვნელობა არ აქვს, ხო, უბრალოდ მოველაპარაკე ხელოსანს, სამას ვარად სამას ვარიგებ და ყოლობს. და სად არის ტერიტორიულად ეგ მანქანა? შენ საიდან მირეკო? თბილისიდან ვარ ძმა. გორჯანის რაიონია, სოფელი კოლაგი, ბაკურციხე იცინო? არ ვიცი. ბაკურციხე? კი. ბაკურციხე კი ვიცი, როგორ არ ვიცი. ბაკურციხე და კოლაგი ერთად არის. გასაგებია და ესე იგი რო რაღაცაა და დღეს თბილისიდან ჩამოვიდეთ, ან მანქანა მოძრაობს დადის შეულებრივად და პრობლემა არ აქვს, ხო ესეა? ყოველ დღე დავდივარ, არანაირი პრობლემა არ მაქვს. თბილისში ყოფილა, თელავში ყოფილა, სოფელგან დავდივარ. თქვენ გცალიათ ჩვენ რო გამოვიდეთ და შევხედოთ მანქანას? კი ბატონო. კარგი, მოდი გამოვივლით მაშინ და შევხედავთ რა ადგილზე. კოლაგი? არა, გურჯანი და კოლაგი ახმეტაში. კოლაგი. მე მეგონა კოლაბი და მეთქი კოლაბორაცია მოხდეს. გურჯანი, კოლაგი რა. გურჯანი, კოლაბი. გურჯანი და კოლაბიო. გურჯანი, კოლაგის კოლაბი ყოფილა. გურჯანი, კოლაგის კოლაბია და შეიძლება წავიდეთ მანდ. შეიძლება ავარჩიოთ ერთ-ერთი. ამაზე კარგში მე ძალიან მაგარი ვარიანტია. აი მაყურებელი რო ნახავს ძალიან მაგარი იქნება, აი მაგრა გაუსწორდება. ნახე რა მაგარი. ადამიანია. კვიცია. თქვენ წინაშეა ნოლდოა. ნახე ჩემი. ეს ვინმეს არ ეგონოს რომ რამე ჩეპე აქ ეს ასეთი იყო ჩაფიქრებული დიზაინში. მასათი იყო. დიზაინში მე ასე იყო ეს. აუ რატერსკი ტაჩკა არის ბიჭო. ვაუ. მოწესრიგებულია. შენ შვენიერი სკამი შეხვდა. ჩემი სკამი უფრო კაი არის, ვიდრე შენი დაჟე. აი ძმა, თავისი დამჭერი რო აქ ნახე. გონი აქ. დამჭერი აქ თავისი, всё დაიჭერს, ეს არაფერი არ მოვა მას. ვერ წააქცე. დავანებე ვერ წააქცე. არა, პრობლემა. ესე იგი, ახალი რადიატორი, ახალი ფილტრი. პრაკატკები ყველაფერი კარგად არის. ეს ხო ტაფა? არა მქონდა შეხება საერთოდ ჯიგულებს. ასე არ ვარ სუყურებ, ძრავია რა. ძრავია. ექსტაქტიანია. ნისანია, ნისანები მე ძალიან მევასება სხვა შორის. ნისანი მყავს მეც. просто Toyota ძრავია. გული. ეს არის დამიკანია რო არ მოხდეს. მაინც ეგ მაგისტრის აქვს. ბიჭო, მე ვარ ხომ ეგეთ რაღაცას კი. რო ელა ვარიანტში პლუს მინუს ერთმანეთს არ გადაიდოს. დაში აქ ერთი ადგილი მგზავრისთვისაც არის. კაბე. ცივანა მგზავრისთვის. თუ ხურთ. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისთვისაც მოვედით აქ. გადმოდი აქ, გადმოდი. გადმოინასრე უკან. დაუგორდება ხო უეჭველი. უეჭველი დაგორდება. აი ეს ხო ეს ცაფცაფი რო ისმის. ეს არის ვიჟიმნოია. არა? ყოლოფის ბრალიაო? ვა. აი, ეს არის 1-დან 1. ფურგონი. აქ кейფი გაიმარტება. ფურგონი გადაკეთებული პიკაპად. ტენტიანად, თან თავის ტენტიც მოყვება. ეს არის ტენტი. ბიჭო, განათება. ეს თუ რაღაცა ღამეთ შეგიძლია იქეიფო. იქეიფო. სო აქ უკვე მე წარმოდგენილია და ეს თუ იცი რა არის? ეგ უკანა იმის გამოსალება. რაღაცა სათავსო. ჩემი სათავსო ყოფილა. აქაც შეგიძლია ერთი ადამიანი შემალო. ხო არა. ეს საზღვრისთვის არის. საზღვრისთვის არის, ხო. ეს არის უკვე რო ეწყება აი ეგ პერიოდი აქ რა. რო ზეც ციკლებს ხო ცოტა. მოდი. ხო. ეს რა? ხუფს გავს რაღაც. შეიძლება რაღაც სასერვისე ხუფი არის. აქ ისმება ბენზინი. სეიფია. შეიძლება მართლაც. მათ სეიფი არის. 20-იანი ნახევარი. გრილა. კარგია.
თვალარი ფერის მანქანა. მე მაინტერესებს მართლა ბოლო ფასი რა შეიძლება იყოს ამ მანქანის რა. ანუ აი რას უხარი რა. 700 არ გამოვა? მოკლედ წავიყვანოთ ეს ჩვენ. მოვლაპარაკდებით რაღაც ფასზე და წავიყვანთ რა ალბათ რა. რა ცოტა დაგვიკლებენ. დაგვიკლებენ ხო? დაგვიკლებენ ხო? აჰა, დავილაპარაკეთ. კარგია უკვე. მოლაპარაკებები კამერის იქით. სადღაც $730 არის 2000 ლარი რა. წეღა რაც დავიწყო. 2000 ლარზე შევთანხმდით. შენ ვიფიქრეთ ამ ყველაფერს? შევთანხმდით? აი. კაი ბატონო. მადლობა დიდი. მოკლედ, ჩვენი ჩელენჯებისთვის ჩვენ ვეძებთ კომპანიას, რომელიც ამ ორ ავტომობილს გვიყიდის ხოლმე. გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ხარჯია ორი ავტომობილის ყიდვა, გვიწევს შეკეთება, სერბილი, გადაღების რამდენი ხარჯი აქვს, ალბათ გეცოდინებათ და გვინდა რომ ჩვენ რაღაც კომპანია ვნახოთ, რომელიც უშუალოდ აი მხოლოდ ამ ორ თემას დაასპონსორებს, რომ ორი ავტომობილი გვიყიდოს ხოლმე რა და შემდეგ გასტიკერება და იქ ბანების და რაღაცებზე მე მოვილაპარაკებთ. ახლა კიდე ჩვენ უნდა ჩავასხათ სოკარში 10 ლიტრი ჩვენ წითელ რეზერვუარებში, რომ მივიდეთ მანქანებთან და 10 ლიტრით შევავსოთ და გავუდგეთ კუმისისკენ, კუმისის ტბისკენ გზას. უალინგზეც მოვედით. აი, მანქანა არ მოგწონს თუ რა? ჯერი მათი მანქანა მაინტერესებს და იმის მიხედვით გავარკვევ. ხო, მაგრამ სად არის ეს? შენი აზრით რა ყავთ რა მანქანა ყავთ? მე მგონია რომ ის მოვა რაღაცა ან ისევ ჟიგულით მოვა. ზე ეკონომიურით? ან რაღაცა იმ სეიჩენტოების და იმებით რომ დადიან ხოლმე. სეიჩენტო. ისევ ჩინკო-ჩენკო ადამიანური ენაზე ხო? აგე. აი მე ეს რა არის? რა ყავთ ბიჭო, წამოყვანილი ჩი. გოლფითაც შეიძლება ტურემით მოვლე. სმარტი შეიძლება ვარიანტი ან A-კლასი, იმიტომ რომ ძალიან ევასება მაგას რატომაც A-კლასის A-კლასებში დავსვან. A-კლასი არის საერთოდ Mercedes-ის შეცდომა. გადაკეთებულია, ქარხნულს არ გავს ეს. ბიჭო, აბა მანქანაო. ფორმულა 1-ის მანქანა. 1-დან 0-ით მოვიდა ბიჭო. ეს რო 100-იანი არაა, ძმა. რამე არ დაგუჩენს არ. 1-დან 0-ია რომელშიც 10 ლიტრი არ წეთევა. ო არ გადა. ბიჭო, რა კაი მანქანა ყავთ? კარბონებში. არა, ჩვენი უფრო მაგალითია. ჩვენი უფრო რაღაც შესამჩნევი. ძალიან ზერსკი მანქანა. მოწესრიგებულია 800 მივეთ. არა. რა მივეცით? 730 არის ხო? 2000 ლარი რა. ხო, ანუ ამის ფასი არ იცის ხო ხალხმა ჯერ. ამაში მივეცით 820 ხალხ. 820? ხო, $20 მინდა. $20 დიმასკი. არ დამიმეტებია 900 არ უცვლიდა ფერს, მაო. არ უცვლიდა ფერს იმენა. ბიჭო, რა გაგოთვალიელები, რა ჯიშია. ეს არის 01 არის. 02-ია. 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 ფურგონი გადაკეთებული პიკაპად. აჰა. ტექნიკონელები არ ჭირდება. 84-ზე ძველი არის, ესე იგი. სავარაუდოდ. მაგრამ მაგარ დისკებზეა. მოდი, ნახე წენი. მაგარი რული აქვს. ეს ნახე აქ. მაყალი და რეები გაიჩიტა ჩემი. აქ წავა ძმაო кейფი. იმენა, მაყალი რომ დავაფიქსიროთ რა. მოდი. თან შეხედე. სარდაფია წერია იქეთან ხედა ძმაო მაყალს. ბრენდირებულია. და სლენდერა წერია აქეთან ძმაო. ხერო სადა წერია? ხერო არ დაეწერება მაგას, იმიტომ რომ ხერო წაგებული იქნება. ეს იმენა მანქანისთვის არის შექმნილი და რა. და პლუს მაგიდას გვეგმოთ რომ გავაკეთოთ ეს მისვარგულია არის ეს ამას კომპლექტაციაში აქვს მოყოლილი. ან მოკლედ ძალიან ზერსია ჩემი კაი. ეკონომიურიც არის. ძრავი? მე შენ ადგილას ტორმუზების იმედზე არ ვიქნებოდი. საშინელება ხდება იქ. დრიფტკარები თუ გესმის? ხო. ნაღდი არის ეს. ვა, მოიც ერთი წა. თქვენ სამნი არა ხართ? ისე ვიღაცას უწევს. ხო, არ მithkoms არა, უკან ზავშებით და წვათ შევწვავთ გზაში. უკან სდევიან ესენ და წასწავენ. უკან მიდის кейფი. უკან მიდის кейფი. იჟი მანქანა, ჩემ, მაიც. ხო შეიძლება. უძლებს, უძლებს. ჩემი კაი. როგორი ბესეტკა გაედრო ფანჩატური. ეს მოხსნათ და ჩემუბანში დავაღებთ. ო, რა დაო. რა, მართლა თქვენი ბირჟით რა დოხარ, წამოსულებ.
ვой, სათავსო გაეძო. ეს ის არის. ალო არ დაგვიკარგო ის. მე ვიცი ის ეს არის, თავში უნდა მოგვხვდეს ეს რაღაცასა. მაგიტო არ იქე. ვა, რასი ძამი? აი შეგვიძლია გამოვხეთოთ 20-იანიან დავაბინავოთ. არ გამს გადაიკარა. ერთი ცხარი ჩაეტევა აქ ზუსტად. ორი რას გონი ჩაეტევა. არა, ხომ მაგარი მანქანა. აბა შენზე რა სიტყვისაც. შენსაც ორმაგის კოჩები აქვს. ჩემი იმენა ის არის, რავი, რაღაცა ეკონომიური, რაღაცა სტანდარტული არის, რავი. ეს კი ხედავ ნიკელის ვარიანტია. ესა, ერთი აქედან უნდა შემოსული. ესა, შემოსასე, კარები აგერ გონია მო. ჭიშკა, გენაცვალე რა. იდია ბა რას უშვებ? გენაცვალე, ვაფშე მოხსნა. ეგ არის. ხო, არა, ნომერი აღარ გაქვთ ახლა. ხო, ნომერი აღარ გაქვს. ეს არის წადის თუთა გაუფიალო. მე ლაფიჩი. არ გა. ახლა ნაღილია, ო. არ დაიხაპლოს თხემას რა. აქ ზარეული მზარეულიდან. ზარეული ზანა. ყასბის, ბიჯო. ხანძოს ხმალია. ზაბუზას. კაი, ნელა. ჩემი კაი, რა ვიცი მოვარ. 1978 წელთან შედარებით ჩვენიერი მანქანა არის. ელოშ, რევიუ გაუკეთე რა. პრეზენტაცია. რას მეტყვი, აბა. კაუჩი მთავარი რაღაცები აქვს, აი ეს შავი ორმაგის კოჩი სადაც დაინახე. ყველაფერი უნდა გიხაროდეს. ვა, კარი გაიღო. ეს რბილად რო დაიკეტოს? რბილად რო დაიკეტოს არა, ხანდახან ვერც ვაღებთ მაგის გამო. იმდენად ეწებება, რომ ვეღარ იღება. მოდი. აქ გვაქვს მთავარი ის. ნახე? ამაში ხედი, როგორ იკეტება. ეხლა რა უყო? სხვანაირად არ იკეტება ძმა. ცოტა ხშირად იღება, მაგრამ უხლებდა შეგაწყვეტა. ეხლა გამახსენდა. მოკლედ, ჩვენ გვაქვს ორი ანკესი. მეჭიროს ბიჭო. იგი ეხლა არ გაუშვა, ელი. ეხლა გაუშვა საგაცრომს თავს. ვა, ანკესი გა. რა კაი ეს მეგიცები. ესა ორივე? ხო, ორივე ეს არის. რო გაგიხსნება მე ხდება ორივე. ვა, მართლა? ეს არის ტივტივა. ხო და, მოკლედ. რადგან რიბაკი ბიჭები, ანუ სარდაფი გაგინა ჩემო ძმა. თავის ტიკეტები. იქ რა ხდება? მე მგონია რომ ყველაზე გამოცდილები თქვენა ხართ ამ თემაში. მაგიტო აქ იქნება ღამის სარდაფის ანუ რიბაკი ბიჭების ხელმოწერა და კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ და სახსოვრად გაჩუქებთ ამას გადმოგცემთ. მე დავწერ კომენტარს. ჰეშტეგი მიაწერეთ ოღონ რა ანკესი რომ მივხვდეთ ვის გინდათ. მე რომ დავწერო ეგ კომენტარი მოვიგებ რომ რა დაწერე კი. ეს შენი მაყალი შეგვიძლია გავათამაშოთ. აჰა. რავი რატომაც არა. რა გაგატან სახში მაგრამ. აჰა ესე. ეხა გადავალთ ბენზინის დასლაზე და ჩავასხავთ. თორე ამათ ვერ გავაჩერებთ ჩვენ. ეს მანქანა არის გამოშვებული 1993 წელს. ხო, მართალია, ანუ აქ შეგიძლია იშოვო, მაგრამ თუ გაგიჩნდა სურვილი რამე მსგავსი ავტომობილი ძველი, ან ამერიკული, ან რაღაც მაგ სტილში ჩამოიყვანოთ საქართველოში 84 წლამდე შეგიძლიათ ეს. შეგიძლიათ Ford Mustang-ებს, Corvette-ებს და ეგეთ ანუ American Muscle Car-ებს გადახედოთ და თუ რამე გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ Ho Auto Imports მიმართოთ და Ho Auto Import-ი მოგიხმარებათ რუსული არა და ან ამერიკული, ან სხვა წარმოების ავტომობილი ჩამოიყვანოთ საქართველოში. ასევე, რა თქმა უნდა, თანამედროვე მანქანებით შეგიძლიათ ნახოთ. Ho არ მუშაობს მხოლოდ ძველ მანქანებზე. კორეაზეც მუშაობს, კორეაში საინტერესო მანქანებია, ასევე ამერიკაში მთლიანობაში. შეგიძლიათ გადახედოთ, რამე თქვენთვის საინტერესო არჩიოთ და შეუკვეთოთ Ho Auto Imports. მოდივართ კაცებში ფრუტ გაჩერდა. და დავაყენეთ მე ისე დაგვიქეთ ფრუტ გაჩერდა. მე მოვაყენეთ ახ. მე აღარ დაიყოფა. так, вас მოისთანაც მოვედით, ხან ასოსებზე უნდა სუიჩებზე და მთელ ამბებზე უნდა გადავიდეთ. დავითრიოთ ყველაფერი. всё, მადლობა დიდი. გაიხარ. ეხლა ვეჩალიჩებს მე. აი ამა ბენზინის ტუმბუს. ბენზონას. ცოტა გამოვუკეთე. ხო გავაცოთ, ვერ გავაცოცხლებ ჩემს იდეაში, მაგრამ ხო. ესეთი თავგადასავალი გაიჩნდა, რომელსაც არ ველოდით ხარ, რა. გზაში დარჩენეს ჯობი აქ. დავითრიოთ ყველაფერი რაც საჭირო. ალების სანთელი შველი კი ამარა.
კატასტროფულადაც არის. მძურია. სინაგავი შეიძლება პაკეტა. სვეჩას ახლა თელაზაზორი აქვს. ესე იგი, სვეჩები აქ არის, ნასოსი ეს არის, ხო? ეს შემოხედე. ეს არის ზუსტად, რაც გინდა. ყველაფერი გვაქვს ვაფშე. პრეზენტიც დავიტყვიეთ, რომ ფიდბაქ ბიჭებს არ დაწყეთ. მადლობა. გაიხარეთ. სვეჩები არ მოხსენი? მოხსენი გავწმინდი რა. გაწმინდე? დაკათე. იქ დარჩენილი იასალნიკი? ნახევარი? ხლიანია. დელია სამ. კაი, მიდი მიაფარე პირდაპირ და თუ რამეა მერე დაუდებთ რა. ორ ბოლზეა მაინც. ბეკა, სვეჩები შევცვალოთ რა. და იცი რა ვქნა, ერთი სვეჩა დავტოვოთ, ისკრა შევამოწმოთ. ეგრე რა. არუჩი ქალაქიდან ვერ გავედით ერთი ალბათ 8 ლიტრა დავწვით უკვე. კიდე რა ავლაბრი და ვერ გავედით. რაის 10 ლარიანი კი არ და 10 მეტრიანი ჩელენჯი. შეგრძნება რომ მანქანაში ვზივარ, ეხლა ესე მგონია რომ გასა გორბლები დამაგრებული და ზევიდან დებს ქვაბი და იმაში ვზივართ 4 კაცი. პროსტა რული და სპიდომეტრი ვიღაცამ ჩაყარაში. იდეალური აღწერა იყო, პროსტო მე ეს. ფილმენები გამოგვიყვანა კაცმა. მწვადი როდის იქნება ბიჭო? მწვადი იქნება 2 საათში. არა, უცბად მოვამზადებ. მე ასოხის მგებელი ვარ, რომ კროკოსნეკები მაინც გააძრე მანამდე. თან დაანახე ხალხს რომელია? გემრიელი როა. აგე? კროკოსნეკები, მარილიანი, ელოშა ეგრევე ყლაპავს. ეს მწვადი ვითა? როცა მწვადი ქშია? კი, როგორ არა. ელოს კროკოგინდა? უნდა გაიმსახურე. დაუგდაუგდა დამსახურე. არაფერი. კამერას გავთიშავ ელოში და გეტყვე. შეწას და უკვე აი ყამლიც გავუშვა. და მერე კიდე იტყვიან რომ რა სუნიც გავუშვა? რა სუნი აქვს, მერე კიდე იტყვიან შეზე უკეთესი მანქანა ყავს, როგორ ყავს? როგორ მიდივარ და მწვადსავწავ ზედა. მიდი და შეწვი მიკრაში მწვადი. შეგუა ეს მაღალი. ეს მანქანა იმისთვისა ასე გადაკეთებული რომ მაღალი იდგას გონი. რასუნები დააყენეს ტიპებმა მანქანიდან გაგიჟდა ხალხი ტრაილერმა გამოიარა ცეცხლი ხო არ გიკიდიათ ბიჭებო და უიო მეთქი დაგვეწვიეთ არა მადლობაო ახელებთან ეს უყურე რა ვიციასი მეგრელები ჩამოვედით ახელებთან და მწვად ჩვენ გვაწევინეს ხალხი რაცა ლარჯი გამაკეთებია ხომი გამაკეთებია ანდა სულგუნი წამომაღებია ანდა რაცა ვიცი გიან აღდის. მოიდა დაურთხათ ვაფშე მწვადიც. ხო? მოდი ერთი ნაჭერი გავსინჯოთ. ვიღუპებით. გაგვიწია ხანძარი ამ მწვადი ერთი ნაჭერი წადის გამო 2 კილო ხორცი დავწვით ყველგან. მოვა. შოთი ძმა დაანჯესლიო ყბილები რომ გონდეს უფრო გაასწორდა გინა მოგიგვიჩო დაამიღეჭე დაიღან და სიტი დედა იყავი უშენ გენაცვალე შოთი კურიჯიმა ჯიგარი ხარ კიტრი პომიდორი იყოს ვეღარ დავიტევ 2 წუთი გავჩერდით ცოტათი ამოვისუნთქებთ იმიტომ რომ მანქანასთან ერთად თან ტარება თან მწვადი ცოტა რთული თემაა თან გემრიელია
აი გავაგზავნებთ კუმისე ჩავალთ. მოდი ჯიმე. მე რა პრობლემა. მანამდე წადი მიირთი. აჰა. მე ვიტყვი. ყველას გვაქვს. რა ჯوان. კარგები ხარ. ჩოდია. აი კი ამანა ჩვენ ადრე მოვედით. დილას უნდა მოსულიყავით ხვალ. დავჭეთ. დღეს დავგიანებული. დავჭეთ ერთი ღამე იქით იყო რაღაც მეტოვებული სახე. ხვალ დილისთვის უვართ მოსული? მაშინ ადრე. კამფეტი. პროდები? ყუდა ვიჭიროთო ელოშავნა მეთქვი დაუძახე მეთქვი და მოვათქო და რა პონჩი და მეთქვი ყოს რო გავხამა პონჩი მეთქვი. აი თი გაუჭიდია არ გაგეცინა? აი თქო. შენ ვითხარია შეთები მე არ მაქვს პრობლემა გუდი მაგაზე. ყოს გავხარ და მოვაო. კარჩი მოვახციეთ. როგორც დაკვირდით, ბიჭო რა მოვაწეროთ? რიბაკი მატლებ. მოკლედ. ამ ანკესებს ვათამაშებთ რა, უბრალოდ ვიდეოს დასაწყისში გიგითხარით, მაგრამ გამიმეოროთ, მაინც ნებისმიერ კომენტარის ბოლოს ჰეშტეგით მიაწერეთ ანკესი. და ორი სალი გვაქვს გასათამაშებელი. და ისეთ გვაქვს მაყალიც გვაქვს გასათამაშებელი. და მეორე იქნება ჰეშტეგი მაყალი. რამე კომენტარი და ჰეშტეგი მაყალი. ეს ექიმი არაა, ძმა, კარგად წერს. მაგრად წერს. დაახშე ცოტა. ბიჭო, რა ვიცილო, გავმართო. სტუკზეა. ო, კაი ხარ? всё, კაია. ეხა იქ გავჭიმოთ. ვერ იყო ეხა პირველისთვის კაი, მაგრამ თავარია ტივტივა არის. რა კაი ბალახი. მოიცი იმას რას შეეშვი? თევზაობას არ არის ჩეკი. იდე შორს უნდა? ოკეი. გამარჯობათ. მოგლეთ, უცბად გეტყვით რა. გვერდზე ვიღებთ ვიდეოს. ორი გუნდი ვართ რა, ვითომ და ვეჯიბრებით ვინ დაიჭერს პირველ თევზს და ვერც ერთი ვერ დავიჭირეთ. ეხა გვინდა რომ ჩავაწყოთ რა. რამე ერთი პატარა თევზი ხო არ გაქვს და გვასესხოთ და მოგიყვათ. ვაფშე უშუალობა რა გზომას. ანკესი ვაბავთ, ჩუმად, ვაგდებთ, რო ვერ დაინახონ, ისე და ამოყავს. ამო? ხელში გამოდებული. ჰა? ხელში გამოდებული. რა? ეს ამათი ერთიც. ეს თქვენია, ბიჭო, მაინც ერთიც. ჩვენი რომელი? მე გავიგე. ეს არის თქვენი. რომელსაც განბლანკავთ. სამომე უკვე? მაგრად არის რომ არ ვარ დარწმუნებული რომ კარგად წამოვაცი. ვიდი. ბოლო შანსია ეს. ელოშს არ მოხერხებია. ამა? მე ოპერატორმა მოახერხა. როგორ? ხო არ გადაო. ამოიყვანე შეჩება. არა გაიგცა, ბიჭო. თევზი დავიჭირე და ამები. არი თევზი დაიჭირა. გამკვდარი ბიჭო, მოკვდა. ხმეთმანი შენი მოსაზა. დაიხრჩო. კარჩი ვინა. ეს დაიკავე და არ დაკარგა. იმენა კატასტროფები ვქენით. ერთი. ელო. უეჭველი მოვა. ურტყამ. ხო არ გადაო, ბიჭო. კარას. საღო. აბა რა ქვია? აბა რა ქვია? ხელი დამიქნია ჩემი კარო. აუგნია კოდი ბიჭებს. დანებდი დავიჭირე. აქამდე ხო იყო, პირველ თევზამდე ხო იყო. 3 ლიტრი. მოიტანე 3 ლიტრი. 3 ლიტრი. უნდა ჩაასხათ მე საიდან მოვიტანო ეხა. 3 ლიტრი მოიტანეთ. ეგ არის? ავლაგმეთ ანკე. ეგ არის ძმაო.
მოკლედ, საწვავი გვაქვს. საკმაოდ ბლომად. მე არ მგონია აი აქ არის, აი ჩვენი საწვავი 1-3. ყველაფერი ჩავხდე მაგის გამო. აი ეს მარჯვენა მხარეს ბლომად არის რა. სლენდერა ერთობა თავისთვის ვაფშე არ აინტერესებს და ელოშამ გადაყო. მე რაციას კონტროლებს სლენდერას რო ხმა არა მოიღო. პირველად გამოვჯექი? არა უშავს. ეგ არაფერი. სიოდა უკვე ბაგაჟნიკში და მაგით. ხო და მე მოიცა ესე განათება უკეთესია. მე მგონია რომ იმათ დაერხილოთ რა. ერთი კითხე საწვავი. საწვავზე რა ხდება? რამდენი გგონიათ რომ დარჩა თქო? ბიჭო, საწვავი რამდენი გგონია რომ დარჩა? ნოლზე ცოტა აქეთ არის, მაგრამ სულ ესე იყო. ო, არ უმუშავებთ. ეხა მივდივართ უკვე თბილისისკენ. ბევრი არ გაგვივლია, მაგრამ გამოგვდის 100 კილომეტრზე მეტი. თან რაც ფავორია არის ცოტა არა ეკონომია არ არის. ცოტა ოფროუდის პონჩი რო ვიარეთ, ბევრს წავს რა. და ბელავარიენჩი ბევრს დაწვავს. რატო აწვალებს? რატო აწვალებს? უი, ერხე რა, თუ რა ჭირს? გასაძლო. დაღჭი. გამოვიდოთ ეხლა. ხო დაგვღალეს ამათ ბიჭო რა. რა ხდება ბიჭო? არის ქოქება თუ რა შვება? ისევ ის თუ ჭირს ახლა ის იგი. ან ისევ დაირხა. წერანდელით. ამ ბენზინს დაინდა. ანუ ჩეპესი ჩავქრით. ჩავქრით? მივდიოდი და გავქრით. სად გაგი? გავქრა და ჩავქრით. ესეთი ვარიანტი მოგვიდა, გზაზე მივდიოდი და ჩავქრით. ხო ვიძახდი არა? არა ხო ვიძახდი. ვიძახდი გასო. დაიჭეს. ქრო და ჩაქრა. ვარიანტი არ არსებობს ამაში. არა, წარელი არა, დაბლა არის. ცადე და ქოქო. მიდი. ამაში არის გასო ბენზინი. ქვეყნის ამაში ბენზინი, ბარელობით ამაში ბენზინი. მიდი. აი, მაიცა? პრაკლატკის ბრალი. ელოში. პრაკლატკის ბრალიაო. მიდი. ანდეა. არა, შენ გათავდა. დაინძრა, ეგ არის. ბენზინი გათავდა? ეგ არის. და გამოვიდა, წავაგეთ? ხო, წააგეთ. ანუ თქვი 1-დან 0-ის წინააღმდეგ ვარ. 1-დან 0-ის წინააღმდეგ. მაიცა, აი სინათლე არის აქ. მოკლედ, საბოლოო ჯამში ძლივს იშვიათად ვიგებთ ხოლმე სხვათა შორის ამ ჩელენჯში. მაინც და მაინც ეს დაერქვა რა. აი ცაკან. თემზე ჩვენ დავიჭირეთ და მაინც ამ გემა მოიგე. არა, თევზი ჩვენ დავიჭირეთ. ხო, თევზი კი დაიჭირეთ, მაგრამ ბენზაკალონკამდე ვერ მიაღწიეთ, რომ ჩაისხათ ბენზინი. ის 3 ლიტრა, ხო? ხო, 3 ლიტრი. გადმოგვიკაჩავე ცოტა. არა, კაცი არ არის. ისიც რო შევგვემატებინა, მაშინ რამდენი გადარჩენილი? საკაიფოდ მაგარჩენილი. ბევრი. არა, ის მართლა ძალიან ცოტა სწორს რა. მოკლედ, მადლობა ბიჭებო. კოჩი კარგად დავაწერე. ჯიგრები ხართ, ჩაარტყი. ამ ბიჭების არხები გამოიწერეთ აუცილებლად. ელოშაც ვიცი რომ მე ვიღებ. ხო, გადამღები გახდა. ჩვენი ძმა და მეგობარი. ჩვენი არხის გამოწერე არ დაგავიწყდეთ და შევხვდებით შემდეგ ჩელენჯში. აბადროებით. სარანგე. სარანგე.